Chachinos delicious. უთხარი დაგვასპონსორებო. Dashujina გამარჯობა. დღეს მე და გაბრიელი ვაკეთებთ პიკნიკის მაგიდას. პიკნიკის მაგიდა ვინც არ იცის როგორ გამოიყურება, აი ესეთია. გვაქვს ასეთი ფიცრები. და ამ ფიცრებით უნდა დავაწყოთ ეს პიკნიკის მაგიდა. უკან ჩემი ქმარი და გაბრიელი თამაშობენ. აი, მე მგონი კარგია, აი ამ ზომაზე იყო 55 სანტიმეტრზე თუ ამოვწევ მაგიდის ზედაპირს. ფანქარი მეც მაქვს. აი, ხა დავხატოთ. ესე იგი, ჩემი შვილის მიხედვით ეს ძალიან მაღალია. პირველ რიგში გაბრიელის სიმაღლეზე ვაკეთებ ამ ყველაფერს. ამიტომ 30 შეიცვლება და სადღაც დაახლოებით რამდენი ფეხამდე რამდენი სანტიმეტრი გამოდის. ეხლა ვნახავ, აი დაახლოებით, აი ესე უხეშად 15 რა იყოს მიწიდან. აი 30-ს არა, მაგრამ სადღაც 22-ს ალბათ გავაკეთებ. ცოტა ხომ მოიზრდება კიდევაც მალევე. აჰა. და აქ ჩავიწერ. ესე იგი, სკამი იქნება დაახლოებით 20-დან 25 სანტიმეტრამდე სიმაღლე და ესე იგი სკამის ზედაპირსა და მაგიდის ზედაპირს შორის სიმაღლე უნდა იყოს. აი ახლა ვტესტავ რა, აი ეს, ხო. აი ეს არის იდეალური ჩემი აზრით. და მეც მეტევა ფეხები, რომ რამე იყოს და მეც მივუჯდები და დაახლოებით ეს არის 20 სანტიმეტრი, ესე იგი სკამიდან მაგიდამდე არის 20 სანტიმეტრი. ეხლა უნდა ვნახოთ, ესე იგი სკამის შიგაპირიდან მაგიდის გარეპირამდე რამხელა მანძილი იქნება, რომ ნორმალური იყოს. ბავშვის დროს ესე იგი მიწვდეს იმის დროს რაღაც თქვა დახატვის დროს სიტყვაზე. ვაკურდებოდი წეგან გაბრიელი რო იჯდა და აი ეს ზომა იყო ყველაზე ოპტიმალური. ხატავდა კიდევაც კარგად აქ და აქაც მშვენივრად იჯდა. ამიტომ მეც ეს როგორ გავზომო კარგად, აი უხეშად ვითვლი ძალიან. ჩემი აზრით 11 სანტიმეტრი, 10-11 სანტიმეტრი არის ასე იგი კარგი. ესე იგი მაგიდის და სკამის დისტანცია 10-11, ნუ 12-იც გამოდგება. აი ეს ზომები ხაც დავწერე, უკვე ნორმალურია და ახლა ვისაუბრებ უკვე სკამის ჭეშმარიტი ბურგლის კამარი. კარგად. ეხლა ეს უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის ავაწყე, რომ უფრო რაღაც მისთანაც წარმოვიდგინო კარგად. ბრიელი, ჩავიდეთ ეზოში? ვინმე რომ დაგვინახოს, ალბათ გაეცინება. ხო? ხო. ერთი ცალი ხრახნი არასწორად ჩავახრახნე. და ეხლა თან გადატყდა თავი. და ეხლა ამით უნდა ამოვიღო პროექტში, ეგ არის ჩვენი გეგმა. Არტოლი მე გონახოს. ჩატეხილია. მოდი ეს ამოვიღოთ ეს კოპიროჯექში. ამას მე ვერ ვაძრობ. ამიტომ ამ ფიცერს საერთოდ გამოვიყენებ სხვა დანიშნულებით ფეხების აწყობის პროცესში და ეს ადგილი შეიძლება საერთოდ ჩამოჭრა და ეს შეიძლება არ დამჭირდეს. ამიტომ ამ ფიცრის მაგივრად გამოვიყენებ ახალ დაუზინებელ ფიცერს. ესე არ მინდოდა, მაგრამ როგორც არის, ანუ სხვა ინსტრუმენტი რომ ვერ ვიღებ ამის. მოდედი ყოთ აღარ უნდა შევინახოთ, კაი? Come Რამდენია დე? რამდენია დე?
ერთი ჩავახრახნე. ეხლა ვალაგებთ ყველა ფიცარს. აი აქ 14-ზე რა სადღაც 14 და 2. აი ეხლა ჩვენ გვინდა აი 2 აქ. აი აქ უნდა იყოს დაახლოებით, აი აქ. აი აქ ზოლზე უნდა იყოს. ალო. ბაბუას? ბაბუ. ხოდე. ბაბუ. ოპა. ამოვიდა, ამას აღარ გამოვიყენებ. აღარ. ხორ ცადო ის. აი წახა 2 წამის წინ თქვი, რომ ამას აღარ გამოვიყენებ მე. და ეხლა ამოფრე ხორ გამოვიყენე ისე მეთქი. აქედან მხარესაც იგივეს გაკეთება. პირველ რიგში გავაკეთებ ისევ აი ამ საწყის. ესე ვაკეთებ, ესე იგი, ეს ხო ეს შემეშალა, ეს დაივიწყეთ. ეს ხო გაუბურღე. და ყველა გაუბურღე და მე რა გავუკეთო ახლა ხრახნები და ეს რო არამერიოს აი პირზე არის თუ არა და არასდროს თუ არ ჩავიდე, ესე ბურღის თავს ავიღებ ხოლმე, ბურღის თავს ავიღებ, ჩავყოფ და სწორად თუ ჩადის, ანუ ამ შემთხვევაში აი ამ ხელაზე ჩავიდა. გაბრიელ, ეხლა რა უნდა ვქნა იცდები-კო? ამის თავი სად არის, ხო არ გახსოვს? არა. ასე. და ერთი დარჩა. აი აქ დარჩა დედიკო და ამ ხარეს მორჩებით დატყი ხელი ყაჭაღი. მოგწონს? ვოდ დატყი ხელი რა მაგრები ვართ? ოპა. ის ქვია, რას ფიქრობ? მოგწონს? გაბრიელ. მოგეწონა? ეგეთი ხმა ხო, როგორ ხმოქნა და აბა დედიკო რა ვაკეთებდა? მიკროფონი მიიტანეთ ან მიკროფონი და ისეთი. Chachinos delicious უთხარი დაგვესპონსორებო. Chachugina ამ ყველაფერს მივალაგებთ, მოდი. ვაგრძელებთ მაგეთ საწყობას. ახლა შემდეგი ეტაპი არის ფეხების და კოსკამის დამაგრება. 어떡해. კარგი. გუშინ წინა ვიდეოში ვამბობ, რომ ესეთი რომელიც მქონდა აღარ მუშაობს. აღარ მუშაობს მეთქი და გუშინ ვიყიდი აი ეს ნახოთ აბა როგორ იქნება. 4 ცალი, ეს 4 ცალი ფიცარი რომ აქვს, უკვე ეს დაჭრილი დავჭერი და ახლა დავუმაგრებ. შემდეგი ეტაპია აი ამების დამაგრება. მოკლედ, საქართველოს ბანკს აქვს ესეთი პროექტი კრეატორი. მე და გაბრიელმაც გავაგზავნეთ რა თქმა უნდა ჩვენი ვიდეო, პირდაპირ უარი გთხრიში კრეატორი ვარ მე. ამიტომ საქართველოს ბანკო bet for you. არა, მართლა რა, ძალიან მაგარი ეხლა ამას აი ესე უცბად რო გავაკეთოთ მიმოხილვა და უნდა გაკეთდეს და როგორ. ეს არის ჩვენი პიკნიკის მაგიდა. ვინც არ გამოიყურება აი ასე. არ ჩვენ არ გავჩერდებით, უნდა გააკეთო ეს პიკნიკის მაგიდა, მაგრამ იმდენაირი ვარიანტი იყო, რომ საბოლოო ჯამში ზომები და ამ შემდეგ მაინც ინდივიდუალურად მოხდა ამის არჩევა, ანუ რომელიმე სიტყვაზე გვერდიდან ან პროექტიდან არ გამიკეთებია იდენტური ეს ზომები, მე გაბრიელმა და ჩემმა best husband-მა ერთად შევიმუშავეთ, ამიტომ ან ძალიან კარგია რა, დაშლილიც ძალიან კარგია და საქართველოს ბანკო ინანებ.
უკვე შემდეგი ეტაპია, ეს სხვა დავამაგრეთ. ახლა ამაზე უნდა დავახრახნო. აი ამ პატარა ნაწილი წაღერეთ დავამაგრე. დავამაგრო აი ეს ფიცარი. ოღონდ ჯერ ზომა ზუსტად ცენტრში მინდა რომ იყოს. ახლა ესენი უნდა ჩავხრახნო. ჯერ უფრო აწვრილ დროლის თავს ავიღებ. რასი თქვით მოგწავთ? მაგიდა მოგწავთ? გაბი, მაგიდა მოგწავთ? ვინ გააკეთა? მე შეგაკეთე? კიდე? აი მეც ჩადავსდები ჩვეულებრივ. ეს ჯერ დამთავრებული ჯერ კიდევ არ არის, მაგრამ ესე ფეხებს ჩავყავ, რაუმეტევა. ამიტომ მაგას გავაკეთეთ. კი, მოგწონს მაგიდა? კი შემით მოიხედე, თან და ისე ილაპარაკე. კაია ესე, კაი კადრია. აუ მე? აი მიკროფონი გამაგრო? ჩემია. აი ჩემია.